რისი ბრალია უენერგიობა, მუდმივი დაღლილობა, ცუდი განწყობა და ფეთქებადი ხასიათი, იმუნური სისტემის სისუსტე და ზოგადად სუსტი ორგანიზმი და რატო ბობოქრობს ამდენი დაავადებები, რა შეიძლება ეს დავაბრალოთ. პირველ რიგში ჩვენს კუჭნაწლავს ხალხო გახსოვდეს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის, იმუნური სისტემის, ბედნიერების ჰორმონის და განწყობის გამომუშავებაც კი ხდება კუჭნაწლავიდან. ამიტომ თუ გინდა გქონდეს ჯანმრთელი კუჭნაწლავი, გაითვალისწინე ეს რამდენიმე რჩევა და შენ თვითონ შეატყობ, რომ უფრო ენერგიული გახდები, უფრო ლაღი და ჯანმრთელი. პირველ რიგში ჩასვი საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტი შენს რაციონში, ხილბოსტნეული, მარცვლეულები, პარკოსანი პროდუქტები და თხილეული, ისინი ძალიან მდიდარია საკვები ბოჭკოებით. შემდეგ პრობიოტიკებიც ძალიან კაია ორგანიზმისთვის, შეგიძლია მარტივად ის მაწონით მიიღო, კეფირით მიიღო და სხვა ფერმენტიზირებული პროდუქტებით. ასევე არ დაგავიწყდეს, რომ 8 ჭიქა წყალი მაიც ნელა ყლუპებით დალიან მთელი დღის მანძილზე, რომ ორგანიზმის და კუჭნაწლავის გაწმენდა მოხდეს სწორედ და პლუს კიდე დაძინებამდე გვიან ღამე ჭამას ერიდე, ღამე გვიან ჭამა არ ვარგა ჩვენი კუჭნაწლავისთვის ის ანადგურებს პირდაპირ და საკვები ღეჭე ნელა. ეცადე რომ სწრაფად არ ჭამო და ერთიანად არ გადაყლაპო, კარგად დაღეჭე საკვები და მოკლედ გაითვალისწინე ეს რჩევები და დამიჯერ ეფექტს მალევე შეატყობ.